ბათუმში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს медаლი მოიპოვეს. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეთაგან 7 ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ნიკა ზანგალაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია. აღსანიშნავია ისიც, რომ გორელმა მოჭიდავეებმა გასული წლის საქართველოს ჩემპიონატზეც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, როგორც დიდებში, ისე 23, 20, 17 და 15 წლამდელებში. ბათუმში ჩატარდა უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონატი 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი. ოქროს медаლი მოვიპოვე, გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით. მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ ჩემს პირად მწვრთნელის არჩილ ბარამიძეს, ჩემს ოჯახს და ჩემს მეორე ოჯახს, აი ამ დარბაზს და ამ ბიჭებს, რომლებიც აუცილებლად ყოველთვის ჩვენს გვერდით დგანან, ჩვენ და მე პირადად მათ გვერდით ვარ ყოველთვის და ვემზადებით ერთად და ერთი მიზანი გვაქვს უყველას. და ეს გამარჯვება მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს გამარჯვება მინდა მიუძღვნა ჩემს უფროს მეგობარს ცოტნე ბარამიძეს, რომელიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მინდა რომ მისი სახელი თავისუფალ ჭიდაობაში დიდი ხანი იყოს კიდევ. პირადად მე გამოვიდიოდი 57 კილოგრამოვანი კატეგორიაში, სადაც ჩავატარე 3 შეხვედრა. აქედან ერთი დავმარცხდი, დავიკავე ბრინჯაოს медаლი, უფრო სასაკში ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი медаლია. სამომავლოდ გამომადგება ვფიქრობ, უფრო მეტად მოვემზადო, ვარჯიშო და რა თქმა უნდა გამომასწორო შედეგი და მომავალში გავხდე ჩემპიონი. ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა, დავიკავეთ გუნდური პირველი ადგილი, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რაც შეეხება ჩემს პირად გამოსვლას, დადებითად ჩავაფასებდი, დავიკავე მესამე საპრიზო ადგილი. ამხელა დონის შეჯიბრზე პირველად ვიყავი, პირველად ვიასპარეზე და ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩემს პირად მწვრთნელს არკადე ხინჩიკაშვილს, რომლისაცაც დიდი დამსახურებაა ეს ჩემი წარმატება, ასევე ჩემს ოჯახს და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს ამ გამარჯვებაში. მოგახსენებთ, რომ დამთავრდა 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატი დიდებში, სადაც ჩვენმა გუნდმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზა. ჩვენი ქალაქის სახელზე არის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს медаლი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედიზედ მე-4 წელიწადია მასაკობრივში გუნდურში პირველ ადგილს ვიღებთ. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ იწყება ახალი ოლიმპიური ციკლი, მზადება 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა მოჭიდავეები გამოჩნდნენ, ახალი სახეები, ახალი სისხლი და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და არანაკლები შედეგი გვექნება, ვიდრე გქონდა პარიზის ოლიმპიურ თამაშებს.